ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტში. ლევან გალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე ბექა ღვაჩლიანი წარადგინა. დავით მორგოშია კი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა, აპარატის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მთავრობის მოქნილობასა და მისი საქმიანობის ეფექტურობას გააზრდის. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბატონი დავით მორგოშია მთავრობის აპარატის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ბატონი ბექა ღვაჩლიანი. დავით მორგოშია მოკლე პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ურთიერთობა გააღრმავა პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით. რაც შეეხება ბატონ ბექა ღვაჩლიანს, მას აქვს დიდი გამოცდილება ხალხთან კომუნიკაციის, განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით, აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენი პრიორიტეტი იქნება დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი პედაგოგებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, ასევე მათი განათლების კულტურული განვითარებისა და თვითგამოხატვის პროფესიული ხელშეწყობა. ლევან გალობიშვილის გუნდის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია მიზნობრიობა, გამჭვირვალეობა, ეფექტურობა. 2025 წელს ჩაშვებული ყველა პროექტი თუ პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე, ამ პროცესში ინსტიტუციონალურად მთავრობის აპარატის როლი თვისობრივად ახალ დონეზე აიძებს.